დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის ეზოში ღონისძიება გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრმა და მოწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გაკეთდა განცხადებებით. კესო ქაფიანიძე დეტალებით. საკანონმდებლო ორგანოში 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს პარლამენტში სპეციალურად ამ დღისთვის შეიკრიბნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და თბილისის მერი მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ. აქ მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. თავდაპირველად პანაშვიდი გადაიხადეს პარლამენტის ეზოში არსებულ ხარების სახელობის სამლოცველოში. პანაშვიდი გადაიხადეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მოგვიანებით კი პარლამენტის ეზოში არსებულ მემორიალთან გვირგვინებით შეამკეს მემორიალი. აქ კომენტარი მედიასთან კომენტარი გააკეთეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა და მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ქართველი იუნკერების ღვაწლი და დამსახურება 1921 წლის 5 დღიან ბრძოლაში კოჯორ ტაბახმელესთან და როგორც მათ აღნიშნეს, ეს დღე ერთდროულად არის ძალიან საამაყო და ძალიან სამწუხარო. ზუსტად 104 წლის წინ 1921 წელს 23 თებერვალს კოჯორ ტაბახმელას გზაზე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდები, იუნკერები წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცნენ. დღეს სწორედ ამ გმირი ახალგაზრდებს მივაგებთ პატივს. ყოველ წელს 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს სიამაყის დღე. თითოეული იუნკერის თავდადება, ვაჟკაცობა, ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აღფრთოვანებას წარმოადგენს ჩვენი იუნკერების გამოჩენილი სიმამაცე, შეუპოვრობა, მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ჯართან ბრძოლაში. დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენ საამაყო გმირ იუნკერებს. ისინი არიან გმირები, რომლებმაც თავის შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რა თქმა უნდა ჩვენი ვალია მათი გმირობის შესახებ ხსოვნა გადავცეთ მომავალ თაობებს. ასეთი ადამიანების გმირობა მოიტანა დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ვალია პატივი მივიღოთ მათ ხსოვნას. ასეთი განლაგება გვარგუნა ბედმა, რომ ბევრს ქვეყანას ქონია ინტერესი ამ ქვეყნის, ამ ხალხის, ამ ტერიტორიის მიმართ და ეს დღე ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართველები ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც ბუნებრივად ყოველთვის არსებობს ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დამოუკიდებლობა. არა მხოლოდ იმ ხრივ დამოუკიდებლობა, რომ კონდეს საკუთარი საზღვარი, კონდეს საკუთარი ჰიმნი და დროშა, არამედ თავად განსაზღვროს საკუთარი საზოგადოების განვითარება და ეს საფრთხეები დღესაც არსებობს. საფრთხეები იმის, რომ დაიპყრონ ჩვენი საზოგადოების გონებები, აურიონ მათ გონება სხვადასხვა გამოგონილი იდეოლოგიით, გაახედონ სხვა დროშისკენ, ამღერონ სხვა ჰიმნი და სხვა ქვეყნების თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით ატარონ და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დღეს სწორედ ერთი მხრივ ჩვენი იუნკერების გახსენება, მათი გმირობის გახსენება და მეორე მხრივ ჩვენ ყველამ ჩვენ თავს უნდა შევახსენოთ, რომ იუნკერების გმირობა გარდა იმისა, რომ მოგონებული უნდა იყოს, ასევე გააზრებული უნდა ქონდეს თუ რაში მდგომარეობდა ის. 1921 წლის 23 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლა მოუწიათ თბილისის სამხედრო სკოლის 510 იუნკერს, მათ შორის იყო ერთ-ერთი მედ და მარო მაყაშვილი. ისინი გმირულად დაიღუპნენ 5 დღიან ბრძოლაში და სწორედ მათ პატივსაგებად და მათი ხსოვნის გასახსენებლად შეიკრიბნენ დღეს საკანონმდებლო ორგანოში და მე შეგახსენებთ, რომ 2010 წლიდან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
გაგრძელებით 23 თებერვალი ქართულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ეს კესო ქაფიანიძე იყო.